სალამი მეგობრებო, სანამ ვიდეოს დავიწყებთ, აუცილებლად დააჭირეთ ლაიქს, გამოიწერეთ არხი და კომენტარებში დაგვიტოვეთ თქვენი აზრი. თქვენი მხარდაჭერა გვაძლევს ძალას, რომ უფრო მეტი, უკეთესი და საინტერესო ვიდეოები მოგაწოდოთ ქართულ ენაზე UFC-ისა და საბრძოლო ხელოვნებების სამყაროდან. ახლა კი გადავიდეთ მთავარ თემაზე. ნოემბერში დაგეგმილია ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი მოვლენა ამ წლის განმავლობაში. UFC 322, სადაც მთავარი დაპირისპირება იქნება ისლამ მახაჩევისა და ჯეკ დელა მადალინას შორის. ეს ბრძოლა უკვე ითვლება ერთ-ერთ ყველაზე დიდ ტიტულისთვის ბრძოლად 2025 წელს და გულწრფელად რომ ვთქვათ, ყველანი ელიან ნამდვილ ომს ოქტაგონში. წინა ღონისძიება UFC 321 გულშემატკივრებისთვის საკმაოდ იმედგაცრუებული გამოდგა. მთავარი ბრძოლა დასრულდა no contest-ით, რის შემდეგაც ყველა იმეგი გადაიტანა 322-ზე. ახლა კი ყველა თვალყურს ადევნებს სწორედ ამ ბრძოლას, სადაც ორი სრულიად განსხვავებული სტილის მებრძოლი დაუპირისპირდება ერთმანეთს. ისლამი თავისი დომინანტური გრაპლინგით და ჯეკი თავისი სუფთა, გამოკვეთილი ბოქსინგით. ისლამ მახაჩევმა ბოლო ინტერვიუში საკმაოდ დეტალურად ისაუბრა თავის მომავალ მეტოქეზე. მან თქვა, რომ ჯეკ დელა მადალინას აქვს ძლიერი ტეიქდაუნ დიფენსი და საკმაოდ გამოცდილია გრაუნდ გეიმში. თუმცა მისი ვრესლინგი მანინ სუსტია. ამ სიტყვებში არის სიმართლის მარცვალი. ჯეკი მართვაც არ არის ტიპური რესლერი. ის იშვიათად ცდილობს მოწინააღმდეგის მიწაზე დაგდებას, მაგრამ როცა იქ მოხდება, არ პანიკდება და შეცდომებს არ უშვებს. სწორედ ამას აღნიშნავს ისლამი. ჯეკი მშვიდად მუშაობს მიწაზე, არ ნერვიულობს, იცის როგორ დაიცვას პოზიცია და უნდა ითქვას, რომ ეს შეფასება საკმაოდ ობიექტურია. ბოლო წლებში ჯეკმა სერიოზულად იმუშავა თავის დაცვაზე, განსაკუთრებით ტეიქდაუნების წინააღმდეგ. როცა ბილალ მუხამედმა ცადა მისი დაგდება, მადალინამ შესანიშნავად დაიცვა პოზიცია და დაადასტურა, რომ მისი დაცვა ახალი დონეა, როდესაც შენი სტრაიკინგი ძლიერია, შენს ტეიქდაუნ დიფენსსაც სერიოზული ბუსტი ეძლევა. იმიტომ რომ შენ მოწინააღმდეგეს უქმნის საფრთხეს შესვლასა, ერთი შეცდომა და შეიძლება კაუნტერ ნი ან აპერკატი მოხდეს. სწორედ ამიტომ ბილალ მუხამედიც ფრთილად მოქმედებდა, რადგან იცოდა, რომ ჯეკის წინააღმდეგ უგუნად ტეიქდაუნზე წასვლა ნიშნავს საკუთარ თავის რისკში ჩაგდებას. ჯეკის ბოქსინგი ცნობილია თავისი სიზუსტითი, მისი ტაიმინგი და კაუნტერ პანჩინგი იმდენად დახვეწილია, რომ მის წინააღმდეგ ნებისმიერ რესლერს მოუწევს სერიოზული სტრატეგიული გეგმის შემუშავება. ამ ფონზე ისლამი ცდილობს სწორად შეაფასოს მოწინააღმდეგე და როგორც ჩანს უკვე დეტალურად ანალიზებს ჯეკის მოძრაობებს, მის habits და ნაჩვენებ დინამიკას. ისლამი ამბობს, რომ ჯეკი მიწაზე შეცდომებს არ უშვებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დაკვირვებაა. გრაუნდ გეიმში დომინირება არ ნიშნავს მხოლოდ მოწინააღმდეგის დაგდებას, არამედ იმასაც თუ შეგიძლია თუ არა მისი კონტროლი და საბოლოოდ საბმიშენზე დაჭერა. მახაჩევმა ახსენა, რომ ჯეკი ვარჯიშობს ერთ-ერთ საუკეთესო BJJ სპეციალისტთან, კრეიგ ჯონსთან, რომელიც ცნობილია იმით, რომ ასწავლის მებრძოლებს როგორ დარჩენ უსაფრთხოდ მიწაზე, მაშინაც კი როცა მოწინააღმდეგე ცდილობს საბმიშენს. სწორედ ამიტომ ისლამმა თქვა, რომ ჯეკის წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ კონტროლით არ მოიგება. თუ ვერ მოახერხებს მისი საბმიშენით დამთავრებას, მოუწევს ძლიერად იმუშაოს გრაუნდ ენდ პაუნდზე, რადგან თანამედროვე მსაჯები უკვე მხოლოდ კონტროლს აღარ აფასებენ, ისინი მოითხოვენ ნამდვილი ზიანის მიყენებას. ეს ნიშნავს, რომ თუ ჯეკი გადაურჩება პირველ 2 რაუნდს და არ გაეხვევა სერიოზულ საბმიშენში, ისლამის მოუწევს ტემპის შენარჩუნება მთელი 5 რაუნდის განმავლობაში. ხოლო სტრაიკინგში ჩართვა ჯეკ დელა მადალინასთან ეს შეიძლება ყველაზე არაგონივრული გადაწყვეტილება იყოს. ამ ეტაპზე ორივე მებრძოლი უდიდეს ფორმაშია. ისლამი გამოდგა ერთ-ერთი ყველაზე დისციპლინირებული მებრძოლი UFC-ს ისტორიაში, მას აქვს რკინის კონტროლი, მოთმინება და უნარი, რომ მოწინააღმდეგე ფსიქოლოგიურადაც და ფიზიკურადაც გატეხოს, ხოლო ჯეკი კი ნამდვილი მებრძოლია, რომელიც არასოდეს დგას ერთ ადგილზე. მისი ყოველი ბრძოლა ახალი ვერსიაა საკუთარი თავის. და რაც შეეხება ყველაზე საინტერესოს, ისლამმა ინტერვიუში შეეხო არა მხოლოდ ჯეკს, არამედ თავის სხვა დიდ მეტოქეს, ილია ტოპურიას. სწორედ მასზე ისლამმა განაცხადა, რომ მზად არის იბრძოლოს White House ევებზე,
ეს სიტყვები UFC-ის სამხაროში ნამდვილ აფეთქებად იქცა, რადგან ტოპურიასა და ისლამის მახაჩევის ბრძოლა უკვე წლებია ფანების ოცნება. ახლა კი გავაგრძელოთ იქიდან, სადაც გავჩერდით. იმ მომენტიდან, როცა ისლამ მახაჩევმა პირდაპირ თქვა, რომ მზად არის ილია ტოპურიასთან ბრძოლისთვის. დიახ, სწორად გაიგეთ. ეს არ იყო უბრალოდ სიტყვები. ეს იყო მებრძოლის პირდაპირი გამოწვევა, რომელმაც UFC-ის სამყარო აალაპარაკა. მოდით გულწრფელად ვთქვათ, ტოპურია და მახაჩევი ერთმანეთს საოცრად განსხვავებული სტილით ეკუთვნიან. ილია ტოპურია არის აგრესიული, ენერგიული, მტკიცე ნოკაუტერი, რომელსაც აქვს ფერთხებადი ბოქსინგი და ცეცხლოვანი ტემპი. ის არასდროს ელოდება. ილია მიდის წინ, არღვევს დისტანციას და სროლას იწყებს ისე, თითქოს ყოველი დარტყმა უკან დასახევი გზა არ აქვს. ხოლო ისლამ მახაჩევი სრულიად სხვა სამყაროა. ის არ ჩქარობს. ის ხვდება რითმს, აკმირდება მოწინააღმდეგეს და შემდეგ ზუსტად იმ წამს ახორციელებს მოქმედებას, როცა დრო იდეალურია. მახაჩევმა თქვა: მე მზად ვარ ილია ტოპურიასთან ვიბრძოლო. არ აქვს მნიშვნელობა რომელ წონაში, lightweight-ში თუ welterweight-ში. თუ UFC მოისურვებს, მე იქ ვიგნები. ამ ფრაზამ ერთ ბაშად ორი რამ გვაჩვენა. ისლამი არ გაურბის გამოწვევას და ამავე დროს აცნობიერებს, რომ მას ახლა შეუძლია დიდი ფაიტების დაჭერა, ისეთი რომლებიც ისტორიაში შევა. მაგრამ არსებობს ერთი პრობლემა, რომელიც თავად მანაც აღნიშნა: წონითი კატეგორია. ისლამმა მკაფიოდ თქვა, რომ თუ UFC გადაწყვეტს ბრძოლა lightweight-ში ჩატარდეს, მაშინ ორგანიზაციამ უნდა გადაიხადოს შესაბამისი ქასი, რადგან 155 ფუნტამდე ჩამოსვლა მას ძალიან გაუჭირდება. ეს განცხადება სრულიად ლოგიკურია. მას შემდეგ, რაც ისლამმა გადავიდა welterweight-ში, მისი სხეული უკვე ადაპტირდა ამ წონაზე და დაბრუნება ქვედა კატეგორიაში ნიშნავს ფიზიკურ ტანჯვას, ენერგიის დაკარგვას და მეტაბოლურ სტრესს. ისლამის სიტყვებში იგრძნობოდა რაღაც ისეთი, რაღაც მებრძოლის შიდა სიმშვიდე, რომელსაც აღარ ჭირდება საკუთარი თავის მტკიცება. ის უკვე იქაა, სადაც უნდა იყოს, საუკეთესოების შორის, ტიტულის მფლობელი, თავისი დისციპლინის სიმბოლო. ახლა მას სურს ბრძოლა ისტორიისთვის. და სწორედ ესაა, რაც ილია ტოპურიასთან პოტენციურ დაპირისპირებას ნამდვილ სუპერფაიტს აქცევს. თუ კი ტოპურია შეძლებს თავისი ტიტულის დაცვას და ისლამიც მოიგებს ჯეკ დელა მადელინასთან ბრძოლას UFC 322-ზე, მაშინ ეს იქნება ორი ჩემპიონი, ორი სხვადასხვა წონის კატეგორიიდან, ორი სრულიად განსხვავებული სტილით, ერთ-ერთი ყველაზე მაგარი შეჯახება ბოლო წლების განმავლობაში. ფანები უკვე საუბრობენ, რომ ეს შეიძლება იყოს ნამდვილი ომი ორ სკოლას შორის, ტოპურიას სტრაიკინგის სკოლა და ისლამ მახაჩევის გრაპლინგის სკოლა. ერთ მხარეს აფხაზური სისხლის აგრესია და სწრაფი ფეთხება, მეორე მხარეს დაღესტანური მოთმინება, ტაქტიკა და ფიზიკური კონტროლი. ეს იქნება ბრძოლა, სადაც გამარჯვებას მხოლოდ ერთი რამ გადაწყვეტს, ვის ექნება უკეთესი თამაში თავში და ვის ექნება მეტი სულიერი მტკიცება ბოლო რაუნდში. მაგრამ სანამ იქამდე მივალთ, დაუბრუნდეთ ახლინდელ რეალობას. ჯეკ დელა მადელინა არ არის მარტივი მეტოქე, ის ფიზიკურად ძლიერია, ახალგაზრდაა და მოტივირებული. ბევრმა არ იცის, მაგრამ ჯეკი ბოლო წლებში იბრძვის ისე, რომ ყოველი ბრძოლა მას ახალი გამოცდილება აძლევს. მისი პროგრესი ტექნიკურად და მენტალურად აშკარაა. ისლამმა თქვა, რომ ჯეკი პანიკაში არ ეპყრობა მიცაზე. ეს ნიშნავს, რომ ის იმ იშვიათ მებრძოლთაგანია, ვისაც შეუძლია მოწინააღმდეგის კონტროლის ქვეშაც კი მოიფიქროს გზა თავის დასაცავად. სწორედ ამიტომ მახაჩევის ბანგა, რომელიც ხელმძღვანელობს ჯავიერ მენდეზი, აკას ცნობილი მწვრთნელი, უკვე ამზადებს სპეციალურ გეგმას. მათი მიზანია, რომ პირველ ორ რაუნდში მოიპოვონ დომინაცია მიწაზე და მინიმუმ ერთხელ მაინც შეეცადონ საბმიშენზე დასრულებას. თუმცა იწყება საინტერესო ნაწილი. თუ ჯეკი გაუძლებს, მესამე და მეოთხე რაუნდში ისლამს მოუწევს ბრძოლა სისწრაფეში, გამძლობაში და სტრაიკინგში. და ამ შემთხვევაში უკვე MMA გადაიქცევა ჭადრაკად, ვის ექნება მეტი გამძლობა და ზუსტი გადაწყვეტილებები გადამწყვეტ მომენტებში. მახაჩევისთვის ეს ფაიტი შესაძლოა გარდამტეხიც იყოს. თუ მოიგებს, გახდება ორმაგი ჩემპიონი და იმ კატეგორიიდან, რომელიც აღარ დაინახავს გაგრძელებას. მაგრამ თუ წააგებს, დაკარგავს იმ უხორცებლობის იმიჯს, რომელიც წლების განმავლობაში აიშენა. ამიტომ მისი ბანგას ყველაფერს აკეთებს, რომ ამ ბრძოლამ მას ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაწეროს. რაც შეეხება ტოპურიას, მან უკვე მოიპოვა თავისი მომენტი. ის ახლა პოპულარობის პიკზეა და მისი სტილი სრულიად განსხვავებულია იმ დისციპლინირებულ სტილთან, რომელიც ისლამი ატარებს. ტოპურიას ფანტები ამბობენ, ილია გამანადგურებელია. ის არ გააჩერებს მანამდე,
სანამ მოწინააღმდეგე არ დაეცემა. მახაჩევის ფანები კი პასუხობენ: ისლამი არ არის ის ტიპი, რომელსაც დაატყავდა გაგექცევა. ის გაგიჭერს, დაგამშვიდებს და თავისი წესებით დაგამხავრებს. ამ ორი სამხარო შეჯახება არა მხოლოდ სპორტული, არამედ კულტურულა მოვლენაც იქნება. დაღესტანის საქართველოს წინააღმდეგ, სტრაიკერი გრაპლერის წინააღმდეგ, ომის ინსტინქტი, მოთმინების ინტელექტი. და ესაა რაც უნდა დაელოდოს ყველა UFC-ს გულშემატკივარს. ეს არ იქნება მხოლოდ მორიგი ტიტულისთვის ბრძოლა, არამედ იქნება ფილოსოფიის ბრძოლა, სადაც გარკვევდება, რა სჯობია MMA-ში: დისციპლინა თუ აგრესია. ასე რომ მეგობრებო, სანამ ისლამი ემზადება თავისი უახლოეს ბრძოლისთვის ჯეკ დელა მადელინასთან და ილია ტოპურია აგრძელებს თავის ტიტულის დაცვას, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ერთი რამ ვქნათ: დაველოდოთ და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. იქამდე კი აუცილებლად მოეწონეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და კომენტარებში დაწერეთ: ვის მხარეს ხართ თქვენ? ისლამ მახაჩევი თუ ილია ტოპურია? ვის გამარჯვებას ელით და რატომ?